სულსა და ღარიბ გოგონაზე, რომელიც მშვენიერ ზღაპრად მოეფინა მთელ სამყაროს. მას შემდეგ ბიჭები უფლისულობაზე უსმებოდა, ხოლო გოგონები კი ძეთუნახაობაზე. ერთი სიტყვით ეს რომელიც ზღაპარი ყველამ შეიყვარა. მინდა თქვენ ზიალოთ მას შესახებ და შემდეგ ოცნებების ცარში, კამარაში. ოცნებების ახმერაში ჩვენ დაგეხმაროთ. არა, ზღაპრული ფერიები არ გიგონოთ, მართლა არსებობთ. ხო, ნუ გიგონოთ, როცა თქვენ მთელი არსებობით აცნებობთ, ჩრდილვაში ქმეს გვერდითვენ და ცდილობთ თითოეულ მეკაგას ამოხდინოთ საოცნებონად, რომ ჩვენ ხომ ოცნებების ფერიები ვართ და სახელიც ასე ქვია ფერი ოცნება და შორეულ ამბავს, რომელსაც კი ამბობთ, ოცნებების ფერია ზღაპარი გახდა. გვაპატი, რომ საუბრით თავი შეგაცდით და საუბრით დაწყება დაგვაგვიანდა. ახლა მე გამოვასწორეთ ჩვენ შეცდომას. Woo!
ნახვა არა? მე რა გიშლის ხელს? დაცინები, თუ დაგვიჯერებთ ჩვენგანზამით სასახლეში. მადლობა, რა საჭიროა? წადი ბავშვაში, ყველაზე დიდი გოგრა არჩიე და ჩვენ მოვიტანე. ჩვენ მას შვენიერ ეთლად ვაქცევ, რომლითაც სასახლეში წავიწყდებით. ეს შეუძლებელია. თუ გულით მოვიდომენ, შეუძლებელი არაფერია. თქვენ კი ძვირფასო ბავშვებო, გახსოვდეთ, ოცნებების სახდენია, განამართლაზეია, თავარია გაიხსენო, ოცნებების ფერია. კარგი, ახლა კი საქმე შევიდგეთ.
ცაც, იცაც, ხეებიც. ჰაერიც კი სხვანაირი გახდა. ნუ თუ ასეთია სიყვარული. სევდიანი, ტკივილიანი, მაგრამ სასიამოვნო. მადლობ, ეთილოფერიო. ეთილოფერიებო, სად ხარ?
Just
კორკია. კორკია? სასაცილო. მარტივიანი კორკია. არა კორკია, ინჯი კორკია. კორკია სახში არ არის. კორკია გამოდი. ბატონო ჯარისკაცებო გთხოვთ მოაზომოთ ქოში. არის მოვაზროთ გასაცვლელი. არის ბიბიხების დედოფალი. მოგესალმებით თქვენ ამოვიფრესოვალ. მოერგო, როგორც იქნა ვიპოვეთ. ეს საუჯერებელია. ეს შეცდომა, ეს შეუძლებელია. რატომ შეცდომა? ახლა ნახავთ იმას, რაც კი ადრე არ ინახავთ. გლეხის გოგო და მსგავსა ზღაპრულზე თუ ნახავს, კორკია გამოდი. მეფაჩემო, ეს ის არის. ნამდვილად ის არის. შვილო, ხომ გახსოვთ როგორ ვжурნავდი შენზე? გამარჯვე ჩვენ. დედისო, დაიწყოებო, დაწნათ. მე თქვენ მიყვარხარ. ყველას გიწევთ სასახლეში. ვაში, თანახმა ხარ, ჩემი ცოლი გახდეს. დია, თანახმავა. აბა, როგორ არის საქმე შვილო? მამა, მე ბედნიერი ვარ, ის თანახმა, ჩემი ცოლი გახდეს. ვაშა. ეს იმის მასწავლებელია, რომ მალე ბაბუა გახდები. დიდებულია. ისმინეთ ჩემი მეფური ბრძანება. გაიდა, მეფე ჩემი ვაჟიშვილი იქნება. ხოლო ეს მშვენიერია სული დედოფალი. საოცრება Thank you.
გოგო-ბიჭების მომდევნობით და მომავალისგან გადადგმული ფარმაზი არის. და რაც სავალია, ჩემი ნანა, ნამუდი ნანა. ვირკაია, როდესაც გამოვიდა გვერდი თუგას, ია ჩვენი გიორგი ნაჭებია, რომელსაც თავდა მომდა შეუშვა ამ ცივარი ადამიანებს და რაც სავალია ფენჩი ეს აქტივარი ხდება, მაგრამ თვითონ გადაწყვეტეს, რომ რა აქტივებია ძალიან თვითონაც ვეღარდნენ და ძალიან ვიწრო სუისთვის ადამიანებისა ენახებია თავში. მე მგონი გამოვიდა. არა? სუბიჩი, ხუნაიში, ბათუმში და დიხალხებში ბათუმში შეიძლება ის გაკეთება. ეს ძალიან დიდი ხნის შრომის ნაკლებია. ილოცა, ილოცა. რომელმაც ნულიდან დაიწყო ჯერ შექმნა ჩემს გოჩასთან, სურასთან ერთად და მათ გუნდთან ერთად შექმნა თოჯინების თეატრი, რომელიც უნიკალურია და დასავლეთ საქართველოს მეგონი დღესდღეობით ერთადერთია და დღეს კიდევ ახალი თეატრი დაბადა. მადლობა ჩემო სულთანო, ჩემო პატარებო. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. ეს არის ჩვენთვის პირველი ნაბიჯი იმ საოცარ მომავალში გადადგმული, რასაც თეატრი ქვია. თეატრი დაიწყო საქართველოს და ღმერთმა კნას, რომ ისეთ თეატრს გაემგზავრებიო საქართველოს ბედნიერება. ბევრი შეიძლება შევედავოს თეატრება, რამდენი რამეა გასაგებია. აი ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი შვილი და რასაც სულიერებია. ილოცა, ჩემო ნანა, ნაყოფი
რომლის ბავშვებმა დაიწყო იხარია. მე ამ პროფესიაში უკვე დავბედი, ვერბები და მომავალი თაობაც უდრესი მადლობა მარტივს. ცენტრალური ბატონი თორნიკედან დაწყებული 3 წელიწადია მეაქავა და შემდეგ ბატონი გიათ დამთავრებული კიდე აქ და ეს გაგრძელდება, რომ მიმიღეს მენდნე და მე დღეს თქვენთან ერთად ვარ და ვიცი ხოლმე ხუმრობა გავრიჩიძე კი ვარ, მაგრამ გადმოვალ ხიძე გავრიჩია ვარ. დიდი მადლობა თქვენ გულშემატკივრობისთვის. მადლობა. ამ ციმ შესაძლებლობაში თავისი დაგვახერხა ყველა. მადლობა რა თქმა უნდა ჩემს ზურაბს და ჩემს გოჩას და ყველას თემდას აი თეატრს რომელსაც თოჯინების თეატრი ქვია და ამაღა თავის მეგობრებმაც აქვს მარტვილის თოჯინების თეატრს. იმისთვის რომ დღეს ისინი თავიანთ ნაწილად მიიჩნევენ პირველი დღიდან რეპეტიციისა, მიიჩნევენ აი ამ ბავშვებს და ჩვენც იმედის თვალით ვუყურებთ რომ ხვალ უკეთესი რეჟისორი გამოვა, უკეთესი მსახიობებიც იქნებიან, კარგი ექიმები, კარგი პედაგოგები, კარგი მოქალაქეები გაიზრდებიან და ეცოდინება თუ რაოდენ დიდი შრომა და გარჯა არის საერთოდ თეატრი და არ არის მხოლოდ თვალის და ყურის სასეირნო. აი ამისთვის არის ბედნიერება რომ დღეს მარტვილს აქვს თეატრი და ამაღაც შეუძლია რომ აქვს თეატრი და აკავს ნიჭიერება. ყველა დარგში, ყველა სფეროში, მხოლოდ ძებნა უნდა და რამ ვაკეთებ. ყველა იცნობს პირდაპირ სურმალს, როგორც ხატო, მაგრამ როგორც თეატრის მხატვარი მოსული. მან თავისავე აღმოაჩინა თეატრის ხალხი ფენომენია ის. ქორეოგრაფი, ჩვენი ქალბატონი მომთანადებს. ქორეოგრაფი რომელიც თავის საქმეს ბრწყინვალედ ასრულებენ, მაგრამ თეატრალური ქორეოგრაფია სულთან მართალია ის ახლა შეიძლება ბავშვებმა ისე გააკეთეს რაც უნდა გააკეთონ, მაგრამ კიდე გეუბნებით. ამბანის გარეშე ეს ურთულესი პროფესია და ამ ამბანის გარეშე ბავშვებს ვერ მოვთხოვთ იმას, რაც უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ ვთხოვთ იმას, რომ გააგრძელოთ აი ესეთი სიმაღლე. ია ბავშვებს და მშობლებსაც ვეცდები რომ იარო მუზეუმში, გალერეაში, ბიბლიოთეკაში, თეატრში, ყველგან იქ სადაც სულია, რა თქმა უნდა, კულტურაში. ურმეს მადლობა თქვენ. აი მართლა ეს ორი სახელი